24 აპრილი ახლოვდება 24 აპრილს, ანუ 3 დღეში, დღეს 21-ია. ჩვენ გვეცოდინება ვინ იქნება საჭეთ მყრობელი, ანუ კათალიკოს პატრიარქი, საქართველოს მართლმადიდებელი, ავტოკეფალური, 60 ქულო ეკლესიისა. ეს გამოცდილება ჩვენ არ აქვს ჩვენს თაობას, რასაკვირველი არიან ცოცხლები და ჯანმრთელებიც. ადამიანები, ვინც 1977 წლის ამბებს ადევნებდა თვალყურს, ამ 49 არასრული 49 წლის წინანდელ ამბებს დეკემბრის მიწურულს, როცა კათალიკოს პატრიარქი გახდა ილია მეორე, მაგრამ აი ახალ თაობას 1977 წლის შემდეგ დაბადებულ თაობას თუ გნებავთ ასე ვიტყვი. ეს გამოცდილება არ აქვს და რაც მთავარია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სინოდის არც ერთ წევრს არ აქვს გამოცდილება კათალიკოს პატრიარქის გამორჩევის ამ თემაზე. სინოდი არასოდეს შეკრებილა, რამდენადაც ისიც თქვენ, რომ არასრული 50 წელი საქართველოს კათალიკოს პატრიარქი იყო ილია მეორე, რომელიც ახლახან 17 მარტს მიიცვალა. ვიცით ალბათ, რომ 3 კანდიდატი უნდა იყოს, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ცნობილია 2. უკვე ცნობილია, ვინ იქნება გამორჩეული 24 აპრილის ხდომაზე, შეკრებაზე 2 კანდიდატი, ვინ იქნება გამორჩეული. პირველი მათგანი არის ბიძინა ივანიშვილის ვაღიაროთ ღიად თქვათ, ფავორიტი შიო მუჯირი. და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ უჭერს ბიძინა ივანიშვილი მას მხარს პირდაპირ ირიბად, მარცხნიდან სუსის მეშვეობით, საკუთარი პროქსი სპიკერების მეშვეობით, გამოყენებით, სინოდის ცალკეული პირების გამოყენებით. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის რჩეული არის შიო მუჯირი. მოსაყდრე, რომელიც 2017 წელს პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ დანიშნა, ოღონდ ხაზგასმით მინდა ვთქვა, არ გამოურჩევია მას პატრიარქ ილია მეორეს შიო მუჯირი მემკვიდრედ და ისიც ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ბრძენი კაცი ილია მეორე როგორმე მოახერხებდა და თუ უნდოდა რომ მოსაყდრე შემდგომი პატრიარქი იყო, ყოფილიყო, შესაბამისად უკვე სიცოცხლეშივე, ჯერაც სიცოცხლეშივე, ანუ 2026 წლის 17 მარტამდე, როცა ის მიიცვალა, მანამდე იტყოდა პატრიარქი, რომ აი ჩემ შემდეგ მე წარმომიდგენია, მე მეგულება, რომ იყოს ჩემი მემკვიდრე, მომავალი პატრიარქი, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, სწორედაც რომ შიო მუჯირი. პატრიარქს ეს არ გაუკეთებია, გადადგებოდა, მაგალითად 2023 წელს პირობითად, ან 2018 წელს, ან 2019 წელს, მოკლედ 2017 წელს მოსაყდრედ შიო მუჯირის გამორჩევის შემდეგ გადადგებოდა, მაგრამ ეს პატრიარქი ილია მეორეს ბრძენ კაც ხომ ეთანხმებით. აი მათ შორის შიო მუჯირის მომხრეები, ხომ ეთანხმებით, გადადგებოდა, არ გადადგა, ფაქტი ჯიუტია. ბიძინა ივანიშვილი აკიგითხარით შიო მუჯირს უჭერს მხარს მაქსიმალურად, ოღონდ თავად არ ჩნდება და საკუთარ პროქსი სპიკერებს, მათ შორის სახელმწიფო ტიპებსაც, ბანდიტებს, რასაკვირველია, ჩემეული შეფასებით და ობიექტურად ალაპარაკებს და ალაპარაკებს. ჩვენ არ ჩავერევით ეკლესიის საშინაო საქმეებში ამას ამბობენ ფორმალურად, მაგრამ სუსი ირიბად და საჯარო განცხადებებით კი ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმომადგენლები ღიად ამ პროცესში ერევია და აქცენტებს מחვილებს. უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. ამ აქცენტ מחვილებს სვამენ ეს ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ შიო მუჯირის მხარდამჭერ აქცენტებს מחვილებს აკეთებენ და სწორედ ამაზე მიანიშნებენ პატრიარქმა ხომ გამოარჩია ილია მეორემ, ხომ გამოარჩია შიო მუჯირიო, ერთი ორმა არა ხელისუფლების წარმომადგენელმა, მაგრამ ხელისუფლებასთან ყოფმა, ისიც კი იკადრა, ვიტყვი ასე, რომ თუ სხვა იქნება გამორჩეული, ჩვენ არ ვაღიარებთ, არ ვცნობთ სხვა კათალიკოს პატრიარქს, სხვა გვარის პირსო. ბიძინა ივანიშვილმა ერთ კალათაში ჩადო კი ყველა ფსონი, ყველა კვერცხი ჩადო თუ არა ერთ კალათაში, ერთ ბუდეში არავინ იცის. სიმართლე გითხრათ, ფიქრი იმის თაობაზე, რომ დანიელიც, რომელსაც დღეის მდგომარეობით არ აქვს არჩევის უფლება, დღევანდელი მართვა-გამგეობის წესდების თუ დებულების თანახმად არ აქვს არჩევის უფლება, დანიელიც შეიძლება იყოს ერთ-ერთი კანდიდატი და ამ ეპისკოპოსთა შეჯიბრებაზე, მეუფეთა შეჯიბრებაზე გაიმარჯვოს ან დანიელმა, ან შიო მუჯირმა, ფიქრი ამის თაობაზე არსებობს. ეხლანდელი მდგომარეობით, აი დღეს 21-ია, ვიდრე მაზეგინდელ დღემდე დანიელს მონაწილეობის უფლება არ აქვს, რამდენადაც ის
არის 70 წლისა და დღევანდელი ეს კანონი საზღვრავს, რომ 70 წელს მიტანებული უნდა იყოს, მაგრამ 70 წელზე მეტის თუ იქნება თუნდაც 1 საათით, ასე განმარტა სხვაშორის ანდრია ჯაღბაიძემ გუნდის წევრმა შიო მუჯირისა, 1 საათითაც უფროსი რომ იყოს 70 წელზე, მას მონაწილეობის უფლება არ ექნება. კიდევ ერთი კითხვა, ბარემ თუ შეიცვლება ეს ახალი კი არა 95 წელს მიღებული კანონი, მაშინ რატო უნდა დადგინდეს ზედაჭერი 72 წელი, ასე აპირებენ, როგორც ცნობილია, მაშინ იყოს უსასრულობამდე, მაგალითად ვინმე თუ არის, არავინ არ არის, მაგრამ ვინმე თუ არის 88 წლის. რატომაც არა? ის იყოს მაგალითად პატრიარქი, ანუ არ იყოს შეზღუდვა 77 წლის არის ერთ-ერთი ეპისკოპოსი აბრაამი ვიტყვი ასე და აბრაამსაც მიეცეს შესაძლებლობა ჩვენ შევდარჩეს კათალიკოსად გამორჩევის საკათალიკოს პატრიარქად გამორჩევისა. ამაზე ალბათ არ წავა სინოდი, მაგრამ აი დანიელს კი მისცემენ შესაძლებლობას რომ გახდეს კათალიკოს პატრიარქი კი არა კანდიდატი. მოდი ვიტყვი ასე, 2 შესაბამისად 3-დან ჩვენ ხვდებით ყველანი რომ 2 თუ ეს ასე მოხდა 2 კანდიდატის 3-დან იქნება ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ თუ ირიბი მრჩეული ბიძინას სჭირდება მორჩილი საქართველოს ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ერთგვარი გაგრძელება იქნება. აი, ხო არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ოფიციალური სტრუქტურაა. ხო არის სუსი. ოფიციალური სტრუქტურაა. თავდაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის, საგარეო უწყება, ეკონომიკის სამინისტრო და ასე შემდეგ. ასე პირდაპირ ბუნებრივია ვერ ჩაიწერება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის სახელისუფლო სტრუქტურა, სახელისუფლო ორგანო, მაგრამ იმგვარად მორჩილი უნდა იყოს, იმგვარად უხმო უნდა იყოს, იმგვარად ხმადაბალი უნდა იყოს, რომ ყველას დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ეს არის გაგრძელება, რასაც ამბობენ ბერში, ხო, პრინციპში იმას გულისხმობენ ერში, ყველაფერში უნდა დაემორჩილოს, დაექვემდებაროს, წახვეს, დახაბულდეს ეკლესია საერო ხელისუფლებად წოდებულს, ასე ვიტყვი, არა თუგნებავთ დავარქვათ, ახლა უკვე დავარქვათ საერო ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ბანდიტურ ხელისუფლება ძალაუფლების კვერთხის მფლობელებს. მეორე თუ კი არა, უკვე მესამე გამოდის. მესამე კანდიდატი ვინ შეიძლება იყოს? მესამე კანდიდატი გაგიკვირდება და შეიძლება იყოს ამგვარი მღვდელმთავარი, ძალიან საინტერესო პირი. ეს არის მეუფე იობი, რომელსაც თავისი პრობლემები აქვს. სხვა თუ არაფერი, მეუფე იობმა გამოაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ აიო, ჩემს გვერდით თუ ახლა დგას უფლისწული და უფლისწულის მშობელიო, ანუ სამეფო დინასტია უნდა აღვადგინოთო და რამდენადაც მახსოვს ესე ძალიან ზედმიწევრით, არც დაუზუსტებია, არც დაუკონკრეტებია ეს პირდაპირ სამეფო დინასტია უნდა აღდგეს ჩვენს ქვეყანაში, ამ გაუბედურებულ ქვეყანაში. ეს რა გვაყალდა მეთქი ვიტყვი ასე, თუ კონსტიტუციურ მონარქიაზე აქვს აქცენტი, იმ შემთხვევაშიც კი თუ კონსტიტუციურ მონარქიაზე აქვს აქცენტი, ანუ მეუფე იობს და ამას ლობირებს, ესეც დიდი პრობლემაა, სხვა თუ არაფერი, ყველაფერს თუ თავი დავანებოთ, დასჭამენ ერთმანეთს ბაგრატიონთა შტოების წარმომადგენლები, იმ შემთხვევაშიც კი თუ უფლისწული ოღონდ სახელი არ მახსოვს იმ ახალგაზრდა კაცზე, რომელიც ჯერ არ არის სრულწლოვანი, ის უფლისწული იქნება გამორჩეული ტახტის მემკვიდრე სამეფო დინასტია აღდგება, თუნდაც კონსტიტუციური მონარქია პატრიარქ ილია მეორეს ჰქონდა ეს ინიციატივა თავის დროზე, თუმცა მას შემდეგ რაც ბაგრატიონებში კიდევ და როგორც მოსალოდნელი იყო, მოხდა კონფლიქტები დაუსრულებელი, მათ შორის ამ მეუღლეებში, ამ ახალგაზრდა კაცის მშობლების კონფლიქტებიც, ხო პატრიარქი ილია მეორე ცოტა გაჩუნდა, ცოტა დაახანა, ცოტაზე მეტად იკავებდა თავს ამ საკითხთან დაკავშირებით. იობს დაუბრუნდეთ, იობი უცნაური კაცია. ის არ არის ისეთი რუსეთის კაცი, როგორც შიუა. დიახ, შიუ არის, ხო, ესეც უნდა მეთქვა, შიუ არის ერთის მხრივ ბიძინას რჩეული და მეორეს მხრივ რუსეთის რჩეული. რომ ვიცოდეთ, მაინც სხვა თუ არაფერი 2017 წელს მის მოსაყდრეთ გამორჩევაში უზარმაზარზე მეტი, აი უზარმაზარი და უზარმაზარზე მეტი წვლილი შეიტანა, სწორედაც რომ რუსეთის საპატრიარქომ ყველა მისის გვარი და მეც გაგახსენებთ ილარიონ ალფეევი, რუსეთის საპატრიარქოს კირილის მარჯვენა ფეხი, ან მარჯვენა ხელი, იყო ჩამოსული იმ ხანად საქართველოში, ახლა ეს კაცი სხვათა შორის ცოტა მიყუჩებულია, ცოტა მიგდებულია, მიზესთან და მიზესთა გამო ამაზე თუ ხარ ვილაპარაკებთ და ილარიონ ალფეევმა უთხრა პატრიარქს, რომ აი ეს კაცი შიო მუჭირი უნდა იყოს მოსაყდრეო და თქვენ
ასაკში ხართო თქვენ ვეღარ დაგელაპარაკებითო და აი თქვენს მაგივრად ვისაც დაველაპარაკებით ხშირად სწორედაც რომ შიომუჯირი უნდა იყოსო პატრიარქი მაქსიმალურად მეორე მაქსიმალურ შეძლების დაგვარად იკავებდა თავს მაგრამ ბოლოს დახაბულდა ბოლოს დაეთანხმა იცით რატომ ამ ვერსიის თანახმად რომელსაც ახლა მე თქვენ გეტყვით რომელზეც ახლა მე თქვენ გეტყვით ორ სიტყვას ხო ამ ვერსიის თანახმად პატრიარქი იძულებული კი იყო იმიტომ რომ დაემუქრდნენ პატრიარქ ილია მეორეს ხო ვითომ პატივს სცემდნენ ვითომ უყვარდათ ვითომ რაღაც დელეგაცია ჩამოვიდა 80 კაციანი 80-ივეს ეზიზღებოდა ეგრა მაგის პასუხია ილია მეორე უმეტესობას ყოველ შემთხვევაში და რუსეთის ხელისუფლებას მათ შორის და ისინი ემუქრებოდნენ 2017-ში მანამდეც და უკვე შემდგომაც რომ ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას ჩვენ ვცნობთ აფხაზეთის ეკლესიას დამოუკიდებელ სუბიექტად და რა მაგრამ პატრიარქს რომელსაც უნდოდა დაბრუნება აფხაზეთში ანუ მდინარე ენგურის გადალახვა და იქ მოლოცვა რა და ეს პერსპექტივა კი აფრთხობდა არჩინებდა არ უნდოდა რომ ეს მომხდარიყო და დახაბულდა ან დახვა რუსეთის ავნებას ვაგლახ და სამწუხაროდ ხო და ეს შიო რუსეთის კაციც არის ეს შიო ბიზინა ივანიშვილის კაციც არის და გაგრძელება იქნება წანაზარდი იქნება მეთქი მის ხელში საქართველოს საპატრიარქო რომ ვიცოდეთ მაინც იობი კი უცნაური კაცია ის პირდაპირ მნიშვნელობით რუსული პროექტი არ არის თუმცა ხანდახან საკუთარი ამ ეგრეთ წოდებული თუნდაც ასე ვიტყვი ევრაზიული ქართველობით ანუ უკიდურესად ნაციონალისტური წიაღსვლებით ის გაგიკვირდებათ და რუსულ საქმეს აკეთებს ისიც აკეთებს რუსულ საქმეს იმიტომ რომ შოვინისტური ჩაკეტილი საკუთარ თავში ჩაკეტილი საერთაშორისო ქრისტიანულ სამყაროსთან და მართლმადიდებელ სამყაროსთან კონკრეტულად ურთიერთობა გაწყვეტილი ან ურთიერთობა შემცირებული სადაც შემცირებული გვაქვს ეს ეკლესია საქართველოსი აწყობს სწორედაც რომ რუსეთს ის არ არის გახსნილი იობი და არ არის და იქნება ძალიან კაცრი ხელი, კუშტი ხელი იქნება საპატრიარქოში უმაღლეს იერარქად მოსვლის შემთხვევაში, მასაც მოდი ასე ვიტყვი, თანაბარი ან თუნდაც გავყოთ 3-ად გავყოთ 33%-იანი, 33.3%-იანი ანი შანსი აქვს გახდეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი თუ ყველა სასტარტო მდგომარეობა არის ერთი და იგივე ბიზინა ივანიშვილი იობთანაც ჩემი მოსაზრებით დაალაგებს ურთიერთობას რამე რომ იყოს. ვინ არის მესამე კანდიდატი აკი გითხარით ეს არის გარკვეულზე მაღალი ალბათობით დანიელი თუმცა მე მგონი მაინც რომ შეიძლება 4-ში ყოველ შემთხვევაში იყოს მეუფე გრიგოლი რომელიც ბერბიჭაშვილი რომელიც ამ კონგლომერატში ამ ვითარებაში ვინც ის და ყველაზე სიმპათიურადაც კი გამოიყურება მით უფრო იმის გათვალისწინებით რომ ზოგიერთ იმ მღვდელ მსახურს მღვდელ თავარს უმაღლეს იერარქს ეპისკოპოსს რომელსაც არ აქვს განათლება მიღებული სასულიერო განათლება იგულისხმება მაგალითად ისაიას მაღალზე მაღალი ალბათობით არ მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქო ტახტისთვის ბრძოლისა შეიძლება თვალზუსტი სიტყვა არ არის მოკლედ ამ კონკურენციაში შესვლისა არა და ვინცაც მიეცემა უკლებლივ ყველანი ვისაც აქვს ეს ეგრეთ წოდებული სასულიერო განათლება მიღებული შიოს პირველ ყოვლისა ისინი ასე ვიტყვით თქვენის ნებართვით მოსკოვებში ნასწავლები არიან ხოლო მოსკოვებში დამოუკიდებლად იმისა რომელ პერიოდს ავიღებთ ანუ საბჭოთა კავშირის პერიოდს თუ საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდს მოსკოვებში ანუ რუსეთებში ვინც სწავლა განათლება მიღებულია 90% მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და არა მარტო მართლმადიდებელ სამყაროს მართლმადიდებელ სასულიერო სასწავლებლებს გულისხმობ ისინი კგბ-ს და ფსბ-სთან მოდი ასე ვიტყვი მიბმულები არიან სულ არ არსებობდეს ილარიონ ალფეევი იმიტომ რომ ასე იყო ჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირის დროს ასე იყო ჩამოყალიბებული საბჭოთა კავშირის დროს პირველი მსოფლიო ომის კი არა ეგრეთ წოდებული დიდი სამამულო ომის პერიოდიდან როდესაც სტალინმა ერთგვარად შეირიგა ერთგვარად ხაზს მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც და უკვე შემდგომ პერიოდშიც და პოსტსაბჭოთა პერიოდშიც ფსბ-მ გააბა და გააჩაღა ურთიერთობები წუხوار ეს ასეა ეს არის რეალობა რომელსაც ვერ გავექცევით ამასობაში ძალიან საინტერესოა რომ საზოგადოების აქტიური პირები წერ ბევრი შესაძლოა არა მაგრამ ზოგი მათგანი წერს და წერს აი რაღაც საკუთარი ამოძახილი აქვს ბევრს ამ თემაზე და
მათ შორის ერთ-ერთი არის გიგი უგულავა, დედაქალაქის ყოფილი მერი, ყოფილი პოლიტპატიმარი, რომელიც პოლიტიკაშია ფართო გაგებით ახლაც და რომელიც წერს ამგვარ რამეს და მე თავისუფლებას მივცემ, რომ ეს ვრცელი წერილი პრაქტიკულად სრულად წაგიკითხოთ და ვეცდები რომ არ შევჩერდე არც ერთ დეტალზე, ანუ ჩემი განმარტებანი არ გაგაცნოთ, ან ჩემი კომენტარები არ მოგახსენოთ. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებს ძვირფასო მეუფენო წერს გიგი უგულავა. გადავწყვიტე ღია წერილით მომემართა, როგორც ყველა ღია წერილი ალბათ ესეც ადრესაც ყველაზე ნაკლებად დააინტერესებს, ის უფრო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობადაა განკუთვნილი. ვინა რატომ ბედავს ვის დაკარგვია რა მაგის საქმე ალბათ გაიფიქრებთ, ზოგი სიტყვის კიდეც ამას, თუმცა იმედი მაქვს ნაწილი მაინც გაეცნობა, ან სხვისაგან მაინც გაიგებს, ხოლო მკითხველი კი მაშინათვეს ცნობს ილიას. ეყრდნობა გიგი უგულავა ამ სიძულვილში. რაოდენი სიყვარულია მე გიკითხავთ რომ არ გავაკეთებ კომენტარებს, მეთქი კომენტარს არ გაგაცნობთ, მეთქი ჩემსას, მაგრამ ხო, ეს უნდა გავიგოთ ყველამ რომ სწორედ გიგი უგულავასგან პრინციპში ეს მოულოდნელი არც არის, ის წლების განმავლობაში მსახურობდა და მას ბევრისაგან განსხვავებით, აი გულწრფელი სიყვარულით უყვარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, იმიტომ რომ ის წიაღის შვილი იყო. ოდესღაც აქ კი ჩემო კალამოდან არის ეს ციტატა, იცით თქვენ, კარგი გული კი მაშინათვეს ცნობს, ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია. ამ მიმართვის მიზანი, მოდით გადავახტეთ რაღაცას და რაღაც პასაჟებს და გავიწყოთ ამგვარი პასაჟიდან. ესე იგი, ქრისტე აღდგა 50 წლის შემდეგ პატრიარქ ილიას ოდნავ მოხეული დინჯი ხმის გარეშე წელს აღდგომას პირველად შევხვდით გარეშე. თუმცა ის კიდევ დიდი ხანი იქნება, ანუ ილია მეორე ეკლესიის ტონის განსაზღვრელი ამ ხმის ექო განსაზღვრავს ახალი პატრიარქის საარჩევნო სახეებსა და ნაირსახეობებს. დღეს ახალი პატრიარქის არჩევით საქართველოს ეკლესია განსაზღვრავს, როგორ იქნება ის საქართველოს სახელმწიფოში მომდევნო 10 წლების განმავლობაში არჩევანი არის ძირითადად სამი ტიპის. ამ სამი გეგმის ბილეთს იღებთ თქვენ, თავად თქვენს მეუფეები და ვფიქრობ თითოეული თქვენგანი ინდივიდუალურად აცნობიერებს ამას. ამიტომ არჩევანი უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად პრინციპს, რა არის ეკლესიისათვის უკეთესი, მე ვეთანხმები თავიდან ბოლომდე გიგის, რა არის საქართველოსათვის უკეთესი, იმიტომ რომ მარტო ხმა ბერისა არ არის მნიშვნელოვანი, კი არა, მნიშვნელოვანია ცხადია, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში, ჩვენს ვითარებაში ხმა ერისა და ერში ხმის გავრცელება, საერო საკითხებზე ხმის გავრცელებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მისია, ფუნქცია მომავალი კათოლიკოს პატრიარქისა და რა არის თქვენთვისვე უკეთესი, ანუ მსახურებისთვის, უმაღლესი იერარქებისთვის. დიახ, თქვენ მწვრთნელის კარიერის არ იყოს, გრძელი კარიერა გაქვთ დღევანდელ არჩევანთან დავგიწევთ თანაცხოვრება, ანუ მომავალ პატრიარქთან, შეიძლება მთელი დარჩენილი ცხოვრებაც კი. სამი ტიპის არჩევანის წინაშე დგას ეკლესია და მე უკვე იწყებს იგი მსჯელობას. პატრიარქი დიადია, ის არ მომკვდარა, ის გრძელდება, მისი ეპოქა არ დასრულებულა, მისი საქმე გრძელდება. ამისათვის მან გამოვა არჩია მოსაყდრეშიო, ანდერძი საჭირო არაა, ილიას ეპოქა გრძელდება. ეს არის პირველი არჩევანი ამ ტიპის გამონათქვამებს გიგის ინტერპრეტაციით და აზრით, ანუ ამ ნარატივს თქვენ გაიგონებთ ძირითადად იმ მღვდელმთავრთაგან, ვინც მოსაყდრეშიო მუჯრის კანდიდატობის გარშემო ჯგუფდება. ესაა რეალურად დღევანდელი საეკლესიო deep state, საინტერესო იქნება ხალხი, ვინც დღეს მართავს ამ ძალიან დიდ ორგანიზაციას, დეპარტამენტები, ქონებები, ტყეები, ფინანსები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ეს ძალიან დიდი საეკლესიო ბიუროკრატია, ვინც შიოზე დებს ფსონს, მეუფე შიოზე არა აქვს საუბარი, უფრო მნიშვნელოვანია რა ტიპის, ეს არის მართლაც ვინმეს არ ეგონოს, ანდრია ჯაღმაიძის ასე მაგალითად რომ შიოზეა საქმე. ჩვენ გვაინტერესებს ჩვენ ხალხს, აი ამ ქვეყნის ბატონ პატრონებს, ამ ქვეყნის შვილებს, გვაინტერესებს როგორი ტიპის ეკლესია იქნება შიოს არჩევის შემთხვევაში გიგისეული ინტერპრეტაციით და მე ვეთანხმები სამი კრიტერიუმის მიხედვით განსაზღვროთო წერს გიგი. ამ ვერსიის ეკლესია სრულიად შეეზრდება სახელმწიფოს, ანუ შიოსეული ვერსიის ეკლესია დაახლოებით ისე როგორც კირილეს მოსკოვის საპატრიარქოა შეზრდილი პუტინის კრემლს. ეს იქნება უფრო იდეოლოგიზირებული, ბიუროკრატიზირებული ეკლესია, რომელიც სულ უფრო ხშირად ისაუბრებს სახელმწიფოს message box-ით. მეც აკი ეს გითხარით, ანუ ვეთანხმები მე გიგის, ამ ხრივ არსებითად არაფერი შეიძლება. ამ ვერსიაში ჩვენ მივიღებთ უსისხლძარღვო ეკლესიას. ეს ჩვენი მოგონილი ტერმინიაო, თუმცა გარეგნულად ყველაფერი თითქოს წესრიგში იქნება ეკლესია თავის ადგილზეა,
ლოცვა, გრაფიკით აღევლინება, ხალხი მარხულობს, სახელმწიფო არათუ ჩაერევა ეკლესიის ამბებში, ეკლესია იქნება სახელმწიფოს მე დანამატი წაგრძელება უწოდეთ, თუ არ ვწდები და გიგი უწოდებს ასე, ეკლესია იქნება სახელმწიფოს გაგრძელება და აი ეს სწორია. ამიტომ მე გადავახტები ახლა მეუფე შიოზე საუბარს, გიგისეული ტექსტის გაცნობას თქვენთვის და უკვე მეორე, ანუ სადაც იობზე ლაპარაკობს გიგი. პატრიარქი დიადია, მაგრამ სიბერეში მის ზურგს უკან ბევრმა უკეთურმა დაისადგურა. ეს იყო დიადი ეპოქა, რომელიც დასრულდა და ჩვენ ახალ გზაზე უნდა ვიაროთ. მონასტრულმა ცხოვრებამ უნდა გაწმინდოს და წესრიგი დაამყაროს. ეკლესიაში საქართველოს სჭირდება მეფე. პატრიარქ ილიას ძირძველი იდეით მოდის მეუფე იობი აქიაშვილი, ისიც მოხევე შიოლაშვილის მსგავსად. მას გვერდს უმშვენებს ილიას მიერ შეჯვარებული მაგრატოვანთა მემკვიდრე. რა ტიპის ეკლესიას ვიღებთ ასეთ შემთხვევაში და როგორია მისი როლი საქართველოს სახელმწიფოში? მეუფე იობის მთავარ ნამსახურებად მონასტრული ცხოვრების აღორძინება ითვლება. ის გოროს მკაცრ, მაგრამ მოწყალე ადამიანად მიიჩნევა, ისე როგორც პირველ ვერსიაში. არ შეუდგები პერსონალურ დახასიათებებს, ჩემი მიზანია უფრო ეკლესია, საპატრიარქო და ის ატმოსფერო აღწერო, რომელიც ამა თუ იმ მიმართულების გამარჯვების პირობებში იქნება. ასევე თუ როგორ აღიქვამს ეკლესიას გარედან ჩვეულებრივი ჩვენი მოქალაქე იობი და მის უკან მყოფი მონასტრის მამები, ესეთი ბევრნი არიან. იობი არ არის უშანსოთ, ასე ვიტყვი. იობს ყავს ჩემი ინფორმაციით სულ მინიმუმ 8 დფს 10 უმაღლესი იერარქი მხარდამჭერი ამ სინოდის, კი არა იმ სინოდის ხდომაზე, ანუ არა 24-ისაზე, არამედ უკვე როცა საბოლოოდ გაირკვევა ვინ უნდა იყოს პატრიარქი, მონასტრის მამები ეკლესიაში ძალაუფლების მინიჭების შემთხვევაში დაახლოებით იგივეს იზამენ, რაც ცნობილ სერიალში სატახტოთა თამაშები, მისი აღმატებულება ბეღურა და მისი საძმო შვებიან, თუ გდებავთ განმარტოთ, მაგრამ მე მგონი დრო აღარა გვაქვს ამაზე საუბრისა. ეს იქნება უფრო აგრესიული, ფანატიური, მუშტმოღერებული უხეში ეკლესია. ეს იქნება ყოველგვარი ესთეტიზმისაგან დაცლილი მუჟიკური ეკლესია, გიგისეული ინტერპრეტაციით და მე მეთანხმები. იქ მოზულებული იქნება, რასაც არა ქართულად მიიჩნევენ და ხოთბას შეასხამენ ყველაფერ ქართულს, მაგრამ რა არის ჭეშმარიტად ქართული ან არა ქართული, ეცოდინება მხოლოდ იობს, რომელსაც უნდა საკუთარი თავის დამკვიდრება. რასაკვირველია, შიოსაც უნდა, განა არა, და ყველას ენდომება. მაგრამ საკუთარი შტრიხების, საკუთარი ფერების შეჭრა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, მაგრამ იობის მიერ შეტანილი ფერები იქნება, გავბედავ და ვიტყვი ასე, შავი, მუქი მაქსიმალურად. დააკვირდით, თუნდაც მიმდინარე ახალ ამბებს, თუ სარმე წაიკითხავთ ამბავს, რომ სადაც მონასტერში ერთმა მეორეს ბოთლი ჩაარტყა და ესეთი უამრავია, დაცხრილა, ჩაცხრილა, დაჭრა, თითქმის ყოველთვის ეს პირი თუ მონასტერი იობთანაა დაკავშირებული. არ იფიქროთ, რომ იობს ვადანაშაულება, არა. ის საკმაოდ წესიერი და თავშეკავებული პუბლიკაცია, ქარიზმატულიც არის, უბრალოდ მუხტს, ენერგიას და მსოფლხედვას, რომელსაც ის განასახიერებს, აუცილებლობით მივყევართ ეკლესიის თალიბანიზაციისაკენ და თალიბანიზაციას. მე ვიტყვი, ჩემსას არის რუსეთის ეკლესიის თალიბანიზაცია, ჩვენი ეკლესიის თალიბანიზაცია, თუ ეს ანალიზი სწორია და უფრო სწორია, არის რუსეთის ინტერესში. ამიტომ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ანტირუსმა და მე ასე წერს გიგი უკვე შემდგომ, რომ არ უყვარს რუსები, რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს იობმა, რომ ის ანტირუსია, ჩაკეტილობა, ჩაჟამულობა ეკლესიისა არის მეორე მხრივ რუსეთის ინტერესში. ხო, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძვირფასო მეუფეობო, ყველაზე კარგად თავად უწყით, ილიას ჰქონდა იმდენი ძალა, რომ ეს ჯინი ბოთლიდან არ გამოეშვანო ეს თალიბანიზაცია, ვერც ერთი თქვენგანი მას ვერ შეაკავებს. პირდაპირ ეგზეკუციებს მიიღებთ საეპარქიო რეზიდენციებში იობის არჩევის შემთხვევაში. მესამე ვარიანტი გიგი არ ასახელებს უკვე. ის რამე დაგკვირდით, რომ ყველაზე ვილაპარაკებ მეთქი, მაგრამ რაღაცა და ამ ვრცელ პოსტს თავიდან ბოლომდე წაგიკითხავთ მეთქი, მაგრამ რაღაცა არ ლაპარაკობს ძირითად ასპექტებს გაგაცნობთ მესამე ვარიანტისა. მესამე ვერსია, ნებისმიერი, რომელიც არ არის ეს ორი, ან მათი ჰიბრიდული ვერსია, ანუ ნებისმიერი, ვინც იქნება ნაკლებად აგრესიული შიგნით ეკლესიაში და გარე ურთიერთობებში, ვისაც უფრო ლოცვითი ექნა ექნება და არა ბიუროკრატიზირებული მესიჯ ბოქსი და არც ყველაფერთან მებრძოლი გაბრაზებული მამრების ენით ისაუბრებს. ვისთვისაც ეკლესია უფრო საზოგადოებისათვის და აი, მე პრინციპში შევწყვიტე, იმიტომ რომ აქ დანიელზე ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში თან არც ასახელებს, გიგი უგულავა არც არის აქცენტი מחვილი გადატანილი. მე მგონია, რომ აქ არის გადატანილი აქცენტი, უბრალოდ არც ამბობს გიგი, მაგრამ შესაძლოდ გულისხმობს
პირს, რომელიც მე უკვე ვახსენე და ეს არ არის, რასაც ახლა მე მოგახსენებთ ჩემი ან გიგის მით უფრო არაფერი არ დაუწერი ავკაცის თაობაზე, მაგრამ მაინც ჩვენი ირიბი ჩარევა. ჩვენ უბრალოდ მე პერსონალურად გიგისაც დავანებებ თავს, როგორი საჭედპრობელი მინდა. მე არ მინდა ბნელი ან ჩაჟამებული ეკლესიის ჩაჟამებული მმართველი, რომელიც არის მძიმე, მუშტმოღერებულიო გიგი ამბობს. მე არ მინდა. მე უკვე იობისადი პატივისცემა, ან პატივისცემა სულაც არა, მაგრამ ის ასეთი იქნება, აი კუშტი, ნაცრისფერი, შავი, ხო? შავი და თალიბანიზაციის გამომწვევი, მართალი ხშირ შემთხვევაში და აღყვებაგან არამრევლი, მაგრამ ასეთი ჩაჟამებული ეკლესიის ხილვა მე არ ან ნაკლებად კი არა, საერთოდ არ მინდა, ვაღიარებ. მით უფრო არ ანაკლებ, არ მინდა რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის. გინდა ერთი და გინდა მეორე პროექტის ხილვა, საქართველოს კათალიკოს რუსეთისა და ბიძინა ივანიშვილის პროექტის ხილვა, კანდიდატის ხილვა, საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლეს საჭედპრობლად აქედან და კიდე არ ვიცი 30 ან 40 წელიწადი ან 28 წელიწადი, რა ვიცი რამდენი ხანი, ხო? ანუ ჩიოსი, რომელიც იქნება წაგრძელება, კიდევ ერთხელ ვიტყვით, წანაზარდი, რომელიც იქნება შეზღუდული პასუხისმგებლობის, სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ან რომელიმე სამინისტროს მსგავსი, რომელიც მთავრობის თავმჯდომარე კანონიერი რომ იყოს, მისგან კი არ მიიღებს ინსტრუქციებს, არამედ მიიღებს თლად აბასთუმნის უღრანებში გამაგრებული პირისაგან ინსტრუქციებს და ისეთი იქნება, როგორც იმას აწყობს, იმას, რომ ღრიალებს ხოლმე აბასთუმნის უღრანებიდან. ღრიალებს, აბა, რა შვება. ანუ შიოს და დანიელსაც მე როგორც ერთი მრევლის წევრი მეთქი წარმომადგენელი მეთქი ხამახალად თქვამია, ერთი საქართველოს ერთი რიგის მოქალაქე არ ვიცოდი. ამიტომ თუ ისაია მერვის ვისურვებდი, თუ ისაია იქნებოდა კანდიდატი, როგორც ვერ იქნება ალბათ და ეს გამოჩნდება ზეგ, ხო, მე მაგალითად მათ შორის ავირჩევდი სწორედაც რომ ისაიას. მე რომ მკითხოს კაცმა ზენონსას უნდა დაეყენებინა საკუთარი კანდიდატი. მესმის რომ სინოდის წევრები მაღალი ალბათობით მას ხარს არ დაუჭერდნენ და იმ სამეულშიც ვერ მოხდებოდა. უფრო მეტი შანსია ხსენებული ორი პირი ხო დავასახელე აქვს გრიგოლ ბერბიჭაშვილს. და მე რომ მკითხოს ადამიანმა, ის იქნება ძალიან დაბალანსებული ანტი-რუსი არის. გახსნილი კაცია. კარგი და მართებული კონოტაციით, ლბილი და რბილი კაცია, ოღონდ პრინციპული კაცია. არ იქნება ხელისუფლების მორჩილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაბამისად რუსეთის მორჩილი. არ იქნება საქართველოს ეკლესიის თალიბანიზაციის, ჩაკეტილობის, რეპრესიების, კანდევნის, მოძველ ბიჭოობის მომხრე. რბილი კაცია, მეთქი რომ თქვი კი, რბილი კაცია, მაგრამ ამგვარ რაღაცებს ალბათ კი არა ნამდვილად აღკვეთს. გიგის ერთ სიტყვას დაუბრუნდები და პრინციპში დავამთავრებ სიტყვას. უყურეთ, კარგად უნდა გავიგოთ. გადავწყვიტე ღია წელით მომმართა ეს გავიგოთ, მაგრამ ესე იგი ვინა რატომ ბედავს და ეს გავიგეთ. ამ მიმართვის მიზანი არც ყოფილა ვინმეს პიროვნების დახასიათება, თუმცა ვერც ამას გავექცევით. ზედმეტად პერსონალიზებულია ყველაფერი. გაწყალქვეშა დინებების და ასე შემდეგ. უყურეთ როგორ წერს. ბოდიში. ესე იგი არშევანი არის სამი ტიპის, რომ ამ სამი გემის ბილეთს იღებთ თქვენს, თავად თქვენს მეუფეები. და ვფიქრობ თითოეული თქვენგანი ინდივიდუალურად აცნობიერებს ამას. ამიტომ არჩევანი უნდა ეფუძნებოდეს სამ ძირითად პრინციპს. რა არის ეკლესიისთვის? თქვენთვის კი არა. პირველ ყოვლისა ეკლესიისთვის და სახელმწიფოსთვის. რა არის საქართველოსთვის უკეთესი, ეკლესიისთვის უკეთესი და რა არის თქვენთვის უკეთესი. დიახ, თქვენ მწვრთნელის არ იყოს გრძელი კარიერა გაქვთ დღევანდელ არჩევანთან მოგიწევთ თანაცხოვრება, შეიძლება მთელი დარჩენილი ცხოვრებაც კი. ასე დავასრულებ და მე კეთილგონიერებისაკენ, პასუხისმგებლიანი არჩევანისაკენ გავბედავ და ვიტყვი, მოვუწოდებ უმაღლეს სასულიერო იერარქებს. რთულია, არ ვკამათობ, მაგრამ უნდა გაისიგრძეგანოთ თითოეული თქვენგანის ხმაზე, რამდენად ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარებას, იმიტომ რომ ხმა ამბიონებიდან
სულ რომ ჩამოვარდეს ეკლესიის რეიტინგი, ხმა ამბიონებიდან უნდა ისმოდეს ისეთი, რომელიც ქვეყანას აწყობდა, აწყობს და მომავალშიც უნდა გაიგონოს მრევლმა, სწორედაც რომ სწორი ხმა და ეს სწორი ხმა არის სახელმწიფოებრივი ხმა, გარდა იმისა, რომ უნდა გაიგოს ქრისტეს სიტყვა. ნახვამდის.